კლუბში, ფესტივალზე ხო უნდა ასწავლო ამ ადამიანებს, როგორ უნდა მოიქცენ ამ დროს, როგორ არ უნდა მოხდეს იქ სიკვდილი, იმიტომ რომ ხო ვიცით რომ მოიხმარენ, ხო? რაც არ უნდა თვალები დავხუჭოთ. ხო სირაქლემის პოზიციაში არ უნდა გადავიდე. ვართ, მაგაშია ჩემი მთელი უბედურება. ჩვენ გვყავს ადამიანები C ჰეპატიტით, გვაქვს უზარმაზარი პროგრამა C ჰეპატიტის, მაგრამ არასოდეს არ ვამბობთ, რომ 80% ამ ადამიანებს არის ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი. ხო? ანუ არ ვაღიარებთ. გვყავს აიფ ინფიცირებული ადამიანები, რომელსაც 70% არიან ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებლები. ანუ ჩვენ არასოდეს არ ვაღია, მარტო სპეციალისტები ამბობენ, რომ არის ამდენი რისკი. გაგიგონია თქვენ ვინმეს ეთქვა, რომ აი ესეთი ამდენი რაოდენობა გვყავს მომხმარებლის? არ გაგიგიათ. იმიტომ რომ სანამ არ ვიტყვით, რომ ჩვენ ეს რაოდენობა ადამიანების გვყავს ამ ქვეყანაში და ამ ადამიანებს სჭირდება მოვლა, ზრუნვა, სტაბილიზაცია სიტუაციის, რომ არ გაჩნდეს ახალი, ხო? ანუ პირიქით უნდა შევამციროთ. ანუ რო შევამცირებთ, ხო, ახალი აღარ გაჩნდება, მოთხოვნა აღარ იქნება და ის შავი ბაზარი თუ არ არის მოთხოვნა ახლა მე თუ არ მოვითხოვე მაღაზიაში რაღაცა ზეთი, რომელიც არც თქვენ არ მოითხოვეთ, ის მაღაზიის მეპატრონე ხო აღარ შემოიტანს იმ ზეთს, ხო?